ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობების თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 12 მარტს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად 26 ოქტომბრის არჩევნები იყო უსამართლო, რასაც მოყვა სახელმწიფოს მოქმედი წარმომადგენლების კონსტიტუციის დარღვევით არჩევა. დოკუმენტში სიტყვები პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი ბრჭყალებშია ჩასმული. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის კომიტეტის თანახმად კობახიძის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი დაირღვა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოყვა. ქართულ მოცნებამ კი დაიწყო სისტემატური დაპატიმრებები და დაშინება, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან სასტიკი ძალადობა, მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ოპოზიციის მასშტაბური შევიწროება. სენატის კომიტეტი გმობს ქვეყანაში მასობრივ რეპრესიებს და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად ახალ არჩევნებს ასახელებს. საქართველოს დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფლობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველოში ღრმა კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმათ პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის თაობაზე ეჭვების გათვალისწინებით კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების მოწვევა ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურებით და საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობით, რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. სენატის კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას რეკომენდაციას უწევს მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ასევე შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაუქმება, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. დოკუმენტი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს მოითხოვოს ქართული ოცნების მთავრობისგან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ძალადობისა და კანონდარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიება და საგრძნობლად გააფართოვოს იმ პირების სია, რომლებიც საქციებს ექვემდებარებიან. სენატის საგარეო საქმეთა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატს მიმართავს რეკომენდაციით განიხილოს და მიიღოს წინამდებარე რეზოლუცია, ასევე კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს სენატს სხდომაზე სტუმრის სახით მიიწვიოს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.